შიდა და საერთაშორისო მდგომარეობაზე ჩვენ ახლა ვისაუბრებთ ანა დოლიძესთან ერთად პარტია ხალხისთვის დამფუძნებელი და თავმჯდომარეა ჩვენი სტუმარი საღამოშვიდობისა დიდი მადლობა მონაწილეობისთვის გთხოვთ ჩვენს ეთერში გავიდა რამდენიმე სიუჟეტი როგორც შიდა ვითარებაზე ასევე საერთაშორისო მდგომარეობაზე და ჩვენი საუბარი მე მინდა დავიწყოთ დაახლოებით 1 საათის ან საათნახევრის წინ EUTOS დელეგაციის ხელმძღვანელის EUTOS თავმჯდომარის, რომელიც ამასთანავე არის ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მისი განცხადებით, სადაც იდგა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრიც და ჩამოთვალა პრაქტიკულად ყველა საკვანძო პრობლემა, რომელიც დღეს არის დაწყებული ოპოზიციის ლიდერებით დაკავებით, ასევე დემოკრატიის ჩახშობის მცდელობით. აი, რაზე მიუთითებს ეს, როდესაც ასეთი მაღალი რანგის სტუმარი პირდაპირ ბრიფინგზე ამ ხელს რეჟიმის წარმოადგენელს. მოგესალმები, ვახტანგ, მივესალმებ თქვენს მაყურებელს. ეს მიუთითებს, რომ ყველა ასპარეზი, რომელიც დარჩენია ქართულ ოცნებას, რომელსაც ის ცდილობს, რომ გამოიყენოს ხოლმე სათავისოდ, ფოტო შესაძლებლობად გამოიყენოს, სინამდვილეში არის ჩვენი მეგობრების, ჩვენი პარტნიორების და ფინეთი ნამდვილად, როგორც ყველა სკანდინავიური ქვეყანა ასეთი არის. ჩვენში გულისხმება დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი. მათი მხრიდან გაკიცხვის ასპარეზი. ასეთადაც იქნება. შეიძლება პროპაგანდის მანქანა მეცადოს, რომ რაღაც ადამიანებს, მათ მომხრეებს კიდე რაღაცა მოატყუოს, თუმცა ეს შესაძლებლობები ქართულ ოცნებას ამოწურული აქვს. მეცადაც გეტყვით, უსერიოზულესი პრობლემა არის ის, რომ მე როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ვაკვირდებოდი, ხო, შემიძლია გითხრათ ყოფილი. ერთი სემესტრის განმავლობაში 3-4 თვეში საქართველოს პარლამენტი იღებდა 400-დან 500-მდე საკანონმდებლო ცვლილებას. საქართველოს პარლამენტი დღეს მკვდარია. არა მარტო მკვდარია, ოფიციალ ფორმალურად რო არალეგიტიმურია. საქართველოს პარლამენტი რეალურად არ მართავს ქვეყანას. ის აქტივობა ელემენტარული, რაც აი ქუჩების მოწესრიგება, გამწვანების საკითხები, საბავშვო ბაღში ყვება, ქვეყანა დღეს არ იმართება. ერთადერთი რაც ხდება, რისთვისაც არის ამ ასპარეზების გამოყენება, ეს არის ქართული ოცნების, აი სუნთქვა შეკრული მდგომარეობის შენარჩუნება, რომელიც არ შეიძლება რომ დიდი ხანი გაგრძელდეს. გინდა ამის გამო და იმის გამო, ასევე რომ ქვეყანა რეალურად უპატრონოთაა. აი, არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. აი, ახლა ჩვენ მაგალითად ვსაუბრობდით იმაზე, რომ ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ იმისთვის, რომ ქართულ ხალხს კი არ შეეხოს, მაგალითად ულიზოს ნაწილში. არამედ მოდი 2000 წარმომადგენელი რეჟიმისა თავისი ოჯახებით დავასანქცირო და ამ მიმართულებით მივიღოთ ზომები. არის პრაქტიკული იზოლაცია ამ ქვეყნის და შიგნით არის პროტესტი. როგორ ფიქრობთ, რა აკლია იმას, რომ რეჟიმმა მართლაც ვერ გაუძლოს ამას და როგორც თქვენ თქვით, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდეს? მოგახსენებთ ახლა, რა თქმა უნდა, გამოვეხმაურები ჩვენი პარტნიორების, სოციალ-დემოკრატების ამ ახალ ინიციატივას და მნიშვნელოვანია რომ ავხსნათ, ხო, დაისმება კითხვა. 1 წელია ეს პროტესტი არის, რატომ ასეთი რაღაც მანამდე არ მოხდა და ნახეთ, 1 კვირის წინ ევროპარლამენტმა დაახლოებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ საქართველოს გამო თელმა ევროკავშირის პარლამენტმა მიიღო ეს ცვლილება იმისთვის, რომ უფლება მიეცა ევროკომისიისთვის, რომ ეს გააკეთოს. ანუ ჩვენ საქმე გვაქვს არა ბიზნეს ბოსტანთან, სადაც ერთი SMS-ით წყდება რაღაცეები, არამედ 27 ქვეყნის პარლამენტებთან, მთავრობებთან და კიდე ამ ყველაფრის თავყრილობასთან ბრიუსელში. და ნახეთ, აი ამან და თქვენ კითხვას უპასუხებ, ეს არის ერთი მაგალითი, როგორ შეიძლება გულწრფელად გინდოდეს საქართველოს გადარჩენა, დახმარება, როგორც შიგნით, როგორც გარეთ, უბრალოდ მექანიზმები, ის მანქანა, რომელიც მუშაობს, ცოტა გვიან ამოქმედეს. მეც ვიყავი უკმაყოფილო, დღესაც ვფიქრობ, თუ 18 სანქცია არის მომზადებული სხვადასხვა რუსეთის მიმართ, ხო? რატომ არ არის საქართველოს ხელისუფლების მიმართ უფრო მკაცრი სანქციები. მაგრამ რუსეთის მიმართაც რამდენი წელი დასჭირდა ყირიმის ომიდან დაიწყოთ ათლა 2014-დან ეს არ იყო ის სანქციები, რასაც ყველა ითხოვდა, ვინც რუსეთის მიმართ მკაცრ პოლიტიკას ემხრობოდა. ეს არ იყო ის სანქციები. 2022-ის შემდეგ ნახეთ ჩვენ სანქციები, უფრო მკაცრი
და ეს ჯერ კიდევ არ არის ამოწურული შესაძლებლობა რუსეთის მიმართ. აბსოლუტურად ესეა და შეიძლება ანუ ჩვენ გაგვიგია პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვებიც ხშირად რომ იგვიანებს მხარდაჭერა ეს მხარდაჭერა მანამდეც უნდა ყოფილიყო თუნდაც ნავთობის შეწყვეტა გადასვლა მაგრამ რამდენიმე მე მგონი ლიტვა თუ რამდენიმე ქვეყანა იყო რომელიც ჩაეხსნა რუსეთის ელექტროენერგიის მიწოდებას და ამასაც ხო დრო უნდა ამ ხელა ურთიერთობიდან გადალაგდე ხო ანუ ჩემი პასუხი თქვენ კითხვაზე არის შემდეგი არსებობს იოჰან გალტუნგი კონფლიქტოლოგი უდიდესი მას აქვს კარგად გაკეთებული ციკლი კონფლიქტისა როგორ იწყება კონფლიქტი შემდეგი ეტაპი არის მოკავშირეების ძებნა ეს ორივემ გავაკეთეთ უკვე ხალხმაც და ოცნებამაც ეს ველი უკვე განსაზღვრულია ვინც ყავთ მაგაც ჩვენც ვინც ყავთ ზუსტად ვიცით მოკავშირეებში შემდეგ არის კონფლიქტის ესკალაცია შემდეგ არის ტურბულენცია აი ჩვენ აქ ვართ აი ხა პრობლემა არის ამის შემდეგ ტურბულენციის შემდეგ ტურბულენცია რა არის? ანუ ეს არის ის ჯაღჯაღი, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელშიც ჩვენ ახლა ვართ. აი რომ მეკითხება ხალხი, რა შვებით ახლა თქვენ? რა შვებით და ჯაღჯაღში ვართ. ხან ჩვენ ვუტევთ, ეს შეტევაა ახლა, ეს სანქციები, რომელიც ეს სანქცია, რომელიც გამოვა, ეს მექანიზმი, რომელიც ამუშავდა საქართველოსთვის, ეს შეტევაა, ეს ჩვენს გარეშე ხო ვერ მოხდება? ამ ციკლის დასასრული არის ფინალი არის ან გამარჯვება დემოკრატიის ან დამარცხება და დიქტატურის დამყარება აქ. რა არის ივანიშვილის ძლიერი მხარეები აი ამ ბრძოლაში? ესეც უნდა ვიცოდეთ ჩვენ იმისთვის რომ ზუსტად მაგ ნაწილში დასუსტდეს რეჟიმი. ის ეძებს მოკავშირეებს დასავლეთზე უარია ნათქვამი, მაგრამ მოკავშირეებს ეძებს და ქვეყნის შიგნით სულ უფრო ამკაცრებს რეპრესიულ ზომებს იმისთვის რომ პროტესტი გატეხოს და დაასრულოს და შემდეგ ახალი პირობები წააყენოს დასავლეთთან იქნება თუ სხვებთან რომ აი მე უკვე ვარ ამ ფორმაში მე უკვე მაქვს დიქტატურა და ახლა ვისაუბროთ როგორც თავად ამბობენ ახალი ფურცლიდან. რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში მას ქვეყნის შიგნით ბევრად მეტი ბერკეტი აქვს ჯერჯერობით დღესდღეობით ვიდრე ოპოზიციას ამიტომ მე არ ვთვლი სწორად ზოგადად თუ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ არის რომ ესენი ერთნაირად დავაყენოთ. მინახავს იცით რამდენიმე კომენტატორი ერთი დარტყმა აქეთ ერთი დარტყმა აქეთ ასეთ კომენტატორებს აკეთებს როგორ ერთ მხარეს ყავს უზარმაზარი შეიარაღებული ძალაზე მდგარი რესურსებზე მდგარი აპარატი ერთის მხრივ მეორეს მხრივ აქეთ ყავს მე ვერ ვიტყოდი რომ თავგანწირვა ნაკლებია ჩვენს ლიდერებში კიდაც ოპოზიციურ და კიდე უბრალოდ ლიდერებში და გაქვს სერიოზული გაქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მორალური უპირატესობა ის რომ შენ არა ხარ მოძალადე, შენ ხარ პატრიოტი და სერიოზული ძა რაც არის შენი სულისკვეთება. მაგრამ მსგავს ტიპის კონფლიქტში რა თქმა უნდა ეს არ არის ეს დგას მსხვერპლშეწირვაზე ეს ყველაფერი, გადლებაზე, მედეგობაზე ძალიან რთული ბრძოლა. ამიტომ მოკავშირეების ჩართულობა ამ ყველაფერში თუნდაც იმაზე რასაც დღეს ივანიშვილი დგას და ეს არის ფული. ხო რაზე დგას ივანიშვილი ჩვენ ვიცით იქით მხარეს რა არის იქით მხარეს არ არის ერთგულება არ არის თავდადება არ არის პატრიოტიზმი არის ფული რესურსები და მინდა ხაზე გაუსვა ესე იგი საქართველოს პენსიონერებს დაუმატეს 20 ლარი პენსიაზე სამარცხვინო და თავიანთ აი ამ ქსელს მაფიოზურ ქსელს დაუმატეს 1200 1400 ლარი ხელფასი და იმ პარლამენტარებს რომლებიც დღეს უბრალოდ მიდიან თვეში ერთხელ პარლამენტში და ღილაკს აჭერენ რომ მეტი ხალხი დავიჭიროთ დღეს 12 და 13000 ლარი აქვს ხელფასი აი ესეთ რეალობაში ვცხოვრობთ ჩვენ ამიტომ ახლა ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიყვანოთ ყველა შესაძლებლობა რაც გვაქვს იმისთვის რომ ავამუშაოთ ბერკეტები, რომელიც დაარტყავს ამ წერტილს, ეს არის ფული. დიახ, და რა ბერკეტებია ახლა ეს? მაგალითად, პროტესტის პირდაპირი გავლენა იმაზე, რომ ივანიშვილის ფულს დაარტყას, ანუ სანქციები კიდევ უფრო ძლიერი იქნას მიღწეული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც თქვენ ახლა ამას აქაც ამბობთ. მაგრამ აი მაგალითად შეერთებულ შტატებში მეგობარი აქტის მიღების, ასე ვთქვათ, პერსპექტივა ზუსტი დრო არა, მაგრამ რაღაცა, რასაც დავინახავ, ვთქვათ, ჯერჯერობით არ ვიცით, როგორ იქნება ეს ამბავი. ევროკავშირში ვხედავთ, რომ იქ იყო ამდენი ხნის განმავლობაში საკითხი კონსენსუსთან დაკავშირებით და ყავს მინიმუმ ერთი მოკავშირე, არ ვიცი, სლოვაკეთიც აქ უნდა განვიხილოთ თუ არა, თუ კი იქნა სხვა დიდი სახელმწიფოების შეთანხმება, მაგრამ უნგრეთი ნამდვილად
ასეთ პირობებში ბევრი შეიძლება ვერ ხედავდეს, ასე ვთქვათ, უახლოეს მომავალში გამარჯვების პერსპექტივას. არის საზოგადოების ასეთი ნაწილიც, რომელსაც შეიძლება უნდა ეს ცვლილება, შეიძლება ისეთი აქტიური არ არის, მაგრამ როდესაც დაინახავს, რომ ივანიშვილი დამარცხებისკენ მიდის, შეიძლება გააქტიურდეს უფრო მეტად. ამიტომ მაინტერესებს აი ამ პროტესტის და საერთაშორისო წნეხის გავლენა არის თუ არა იმ დინამიკის, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ კი ეს კაცი სუსტდება ქვეყნის შიგნით და საბოლოოდ დამარცხდება კიდეც. ყინვალე კითხვა არის და პირველ რიგში ხაზს გაუსმევ იმ ინიციატივას, რომელიც მე მქონდა გუშინ, რომელიც აი ამ შემადგენლობის ნაწილია. ეს არის ჩვენი მეგობრების ამუშავება და ეს არის ანაკლიის სპორტის გაცოცხლება იდეისა, რომელიც ჩაასაფლავა ქართულმა ოცნებამ და პრეზიდენტ ტრამპის სახელობის გადარქმევა, ამერიკის სახელმწიფოს ჩართვა მის მართვაში. ქართული ოცნებისთვის კითხვა, თუ ისინი ამბობენ, რომ წერილებს წერენ, ეს რაღაცა ეპისტოლარული ჟანრი ხო არ არის, საქმეზე წერენ, მაშინ ქართული ოცნებისთვის კითხვა, რატომ არ სთავაზობენ, რატომ არ აგზელებენ ამ თემას და სთავაზობენ პრეზიდენტ ტრამპს, თუ ის ჩაერთო სომხეთ-აზერბაიჯანის დისკუსიაში და რეალურად მოაგვარა სწორედ ასე ამერიკული მართვით ეს კონფლიქტი და ზანგეზურის კორიდორი რეალურად გადაიბარა აშშ-მ, იგივე უნდა გაკეთდეს ანაკლიესთან დაკავშირებით. ეს არის ჩემი პატარა კენჭი ამ საკითხში, როგორც არის ჩვენი პარტნიორების ჩართვა. თქვენ კითხვას რაც შეეხება, ფეხბურთის მაგალითს მოგიყვანთ. არის დრიბლინგის მომენტი, როდესაც გააქვს ბურთი და ამ ბურთს უნდა მოუარო და მიხედო, ხო? და უნდა წინ წაიყვანო ნელ-ნელა. სანქციებზე ჩვენი მუშაობა, პროტესტის გაგრძელება, ქვეყანაში ბრძოლის გაშლა, რომელიც მე ჩემ ამოცანად მიმაჩნია, იმ ხალხის მიმართ, რომელსაც 20 ლარი დაუმატეს და რომელიც შეიძლება დღეს რუსთაველზე ვერ დადის და იმათვის ახსნა, რომ ამ ეს ხელისუფლება ნიშნავს ამას, შენ გიგდებს დვალს, იქნები სულ სიღარიბეში, შენი შვილიც წავა. შვილი ხო გენატრება, შენი შვილიშვილიც მოგენატრება, რომელიც შენთან ერთად აღარ იქნება, იმიტომ რომ წავა ბელგიაში და საფრანგეთში თუ გაუშვეს ისიც, რომ გადარჩეს, ხო? ეს ხალხი არის, ეს ახსახსნელია ამ ადამიანებისთვის. ეს ცალკე არის დრიბლინგი, მაგრამ არის მომენტი, როდესაც უნდა დაარტყა. 29 დეკემბერს სასახლეს ეხებოდა მაშინაც ორბელიანის სასახლეს ეს თემა. მე რომ თქვი, მაშინ სალომე ზურაბიშვილი იყო პრეზიდენტი. თქვი, რომ ეხლა არის სპრინტი და არის მარათონის შესაძლებლობა. ხალხო 29 დეკემბერია, მოდი ეხლა დავარტყათ, როგორც ფეხბურთის მეტაფორით. ანუ დავრჩეთ სასახლეში. რატომ? იმიტომ რომ ყველა ფაქტორი გარშემო აი ამ ფაზლში რაც არის საბავშვო სათამაშოში იყო აწყობილი, მუხტი მაღალია, კანონები არ არის. პრეზიდენტ ბაიდენი არის და ვიცით მისი დამოკიდებულება და განცხადებაზე აქვეყნებს სახელმწიფო დეპარტამენტი მაშინ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქ არის, ყველას გაქვს იმუნიტეტი, 66 ოპოზიციონერს გვაქვს იმუნიტეტი, ზურაბიშვილს აქვს იმუნიტეტი. და მუხტი მაღალია და ქართული ოცნება აი თვალებ გახელილი დგას და მაშინ რა მოხდა? ეს იყო მომენტი, როდესაც დრიბლინგიდან დარტყმაზე უნდა გადავსულიყავით. გაუშვით ეს, არა უშავს, არ არის პრობლემა, აქედან დასკვნა. უნდა იყოს შესაბამისი მომენტი აი ამ ფაქტორების გადაჯაჭვით, როდესაც შეიძლება გადამწყვეტი რაღაცა შეტევაზე გადასვლა მშვიდობიანად გულისხმობ, რა თქმა უნდა. აი მივედით კიდევ ერთ შეკითხვამდე ლოგიკურად. იმისთვის რომ ეს დრიბლინგის მომენტი იქნება, დარტყმის მომენტი იქნება, ანუ ყველა მომენტს სჭირდება მზადყოფნა და ფორმაში ყოფნა ფეხბურთელის მაგალითად, რადგან ამ ენაზე ვსაუბრობთ. ამისთვის საჭიროა რა გუნდურობა, პოლიტიკური პარტიები, რომელთაც არ აქვთ ერთმანეთის მიმართ, ახლა რბილად რომ თქვა, კარგი დამოკიდებულება, არსებობს საზოგადოებრივი ჯგუფები, თვითინიციატივის ჯგუფები, მიგაჩნიათ თუ არა, რომ შესაძლებელია და არსებობს რესურსი, ან საერთოდ საჭიროა თუ არა, რაღაც ისეთი კოორდინაცია, რომელიც საჭირო მომენტში მზადყოფნას დაახვედრებს ორგანიზებული, ასე ვთქვათ, ოპოზიციის სახით. აბსოლუტურად. და აბსოლუტურად იმიტომ რომ ეს ხელისუფლება რომც გადმოვიბაროთ, იმისთვის ხო არ უნდა გადმოვიბაროთ, რომ უბრალოდ სახელები და გვარები უნდა შევცვალოთ. უნდა წარმოდგენა უნდა გქონდეთ ამ ქვეყანას რას უკეთებთ და მე ხო არ უნდა დავჭამოთ ერთმანეთი, რომ კლანს ვუშვებთ თუ ტოვებთ თუ გადასახადებს წევთ თუ ასე შემდეგ.
აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართებით ერთ-ერთი სატყუარა გადმოგდებული მოედანზე არის ნაციონალური მოძრაობის გაუქმების იდეა, რომელმაც კიდევ უნდა დაგვეპირისპიროს ერთმანეთთან, უნდა ვიმსჯელოთ, აი მთელი გეგმა, რაც იყო შარშანდელი არჩევნების შემდეგ, იყო ეს, ხო? ყველამ ერთმანეთი უნდა დაჭამოს. ეს არის მისი რესურსი თავისი უსაფრთხოების სამსახურებით, რომლებიც საოკუპაციო ხასთან კი არ მუშაობენ, ჩვენთან რუსთაველზე უფრო მუშაობენ. მაგრამ კოორდინირება აუცილებელია, კოორდინირებას უნდა მოხდეს ისე, როგორც ჩვენ გავაკეთეთ წინა არჩევნებისთვის. ისე ლანდშაფტი ისე უნდა შევქმნათ, რომ წინასწარ საშინაო დავალება არ გადავაწერინოთ ბიძინა ივანიშვილს. თორემ მუშაობა, ძალების მობილიზება და ველის განაწილება ამის გარეშე რისთვის გვინდა ეს ხელისუფლება? იმისთვის, რომ მე ისევ ჩავაფლავოთ, როგორც ამათმა, არა? და ჩვენი საუბრის მიწურულს ერთ შეკითხვად დრო ბევრი არ დაგვრჩა, მაგრამ თქვენ ახსენეთ ეს თემა, რომ მათ შორის სოციალური საკითხები, ბევრი საკითხია შემოსატანი და ეს ურთიერთობა ამ მომრჩეველსა და ხალხსა და პოლიტიკოსებს შორის უნდა იყოს, რომ უფრო მეტი ადამიანი დარწმუნდეს, რომ ეს რეჟიმი უნდა წავიდეს და უფრო მეტი ადამიანი გააქტიურდეს. აი მაგალითად ახლა რა გამოწვევაც უდგას პროტესტს, ხო, რომელსაც ემუქრებიან აი ამ რეპრესიული კანონებით, რომ აი დააქშლით რუსთაველზე და არ მოგცემთ შესაძლებლობას. გამოწვევა დადგა, რომ ბევრი ადამიანი უნდა გააქტიურდეს, რომ ეს ვერ გააკეთოს ივანიშვილმა, ხო? რაზე გადის თქვენი აზრით აი ამ პროტესტის გადარჩენის და გაგრძელების შესაძლებლობა? არის კი ახლა იმდენი დრო, რომ რასაც თქვენ ამბობთ, რაც აბსოლუტურად აქამდეც დიდი ხნის განმავლობაში უნდა გაკეთებულიყო, რომ პოლიტიკოსებსა და ხალხს შორის ეს ხიდები გადებულიყო, ნდობა ყოფილიყო და უფრო ფართო ყოფილიყო პროტესტი, ხო? აი ახლა ამისი დრო არსებობს თუ არა, რომ პროტესტი გაიზარდოს და თუ ეს ცაიტნოტია, ასე ვთქვათ, ორივე მხარისთვის, რეჟიმისთვისაც და ასე ვთქვათ, პროტესტისთვისაც, მაშინ როგორ უნდა გადარჩეს ეს უწყვეტობა? კი, მე ცოტა უფრო ვითარებასთან შედარებით უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და დიდი ფსიქოლოგის კარლ იუნგის ფრაზა მინდა გითხრათ, რომ ენერგია არის როგორც წყალი. ის გასავალს ყოველთვის იპოვის. თუ ენერგია ჩვენ ხალხში იქნება და არ ვამბობ რუსთაველის აქტივისტებში და პოლიტიკოსების ნაერთებაში, რაღაცა ერთობაში, 20 კაცში. თუ ჩვენ ხალხში, ქართულ ხალხში იქნება ეს ენერგია გამოსავალს იპოვის. ეხლა ავტობუსებით ჩამოვლენ რუსთაველზე თუ ტყიბულში მოაწყობენ პროტესტს, ამას დრო გვაჩვენებს, მაგრამ რა თქმა უნდა ამის დრო და შესაძლებლობა არის, წინაღობებიც არის ამ ყველაფერთან მიმართებაში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, სულ ვამბობ, რომ ამ რუსნებთან რო გვაქვს საქმე, იმაშიც ჩანს, რომ ქართული კლასიკური ლიტერატურა ძარიციან. იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა. გაუქმებენ ახლა რომელიღაცა პარტიას, ეს ხალხი, ამ ხალხის ბრაზი და 20 ლარის გამო შეურაცხყოფა. ეს ხო შეურაცხყოფა არ არის 15 დღე რო დაგიჭირონ, ეს კიდე სხვა რამეა, გამოხვალ იქიდან. მაგრამ შენ რო იმ მთელი 45 წელი სტაჟის გამო 20 ლარს რო გადმოგიგდებენ, როდესაც უსაქმური ყავალაშვილის პრობლემა იცით რა არის? არა განათლება უსაქმურია. მთელი დღის განმავლობაში მისი ადმინისტრაცია რას აკეთებს? გამაგებინეთ. ანუ რაზე არაფერზე ხო ხელს არ აწერს. პარლამენტი არ კანონებს არ იღებს. ვინც მუშაობს იმაზე 100-ჯერ მეტ ხელფასს 100-ჯერ მეტ, ანუ ვისაც მთელი წელი შეიძლება მაღაროში კონდეს, მთელი 40 წელი ნამუშევარი. აი ამის გამო თუ ხალხი გაბრაზდება, მე ის გამოსავალს იპოვის. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ, დიდი მადლობა. თქვენთან საუბარი ანა დოლიძე, პარტია ხალხისთვის დამფუძნებელი და თავმჯდომარე.